არა, მე შემიძლია დავიტყო და მე თქვენ შეგიძლიათ კითხვები დასვათ. მინდა სანამ განცხადებას გააკეთებთ, თუ შეიძლება მე ხარ ჟურნალისტს, საერთოდ ამ შემთხვევაში გუწევ კაცრავად ერთი წამი მომისმენ. არის უბრალოდ მაშინ გავძანდით აქედან თუ არ არის საინტერესო. გუშინდელ შემდეგ ხართ კვლევით თქვენმა ესკორტმა, რომელშიც სავარაუდოდ თქვენი მეორე ისხედით ორი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება. მაინტერესებს თუ თქვენ ვთქვათ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა კომენტარს გააკეთებთ ამ ყველაფერზე. თქვენ გაქვთ უპირველეს ყოვლისა ზრდილობის პრობლემა, ჩემო კარგო. მერე მეორე თქვენ არ ღვევთ ადამიანის ერთი წამი არ შემეკამა თუ გირჩევ ძალიან. მეორე თქვენ პროვოკაციისთვის ხართ აქ მოსული, ხო? თუ კითხვას მისვამთ, მაშინ მაცალეთ პასუხის გაცემა. თქვენ მე ვერ მიბრძანებთ. გასაგებია? სად გაიზარდეთ? მე თვითონ ხასტავდი. რო დამტკიცდეს რომ მე და ჩემი მეუღლე იქ არ ვიჯექით თქვენ ხართ მზად იმისათვის რომ ამ ცილის წამებისთვის აგოთ პასუხი ეს არ იყო ჩემი ესკორტი თქვენ ხართ მზად იმისათვის რომ ამ ცილის წამებისთვის აგოთ პასუხი მე გეკითხებით და მიპასუხებთ მე გთავაზობთ რომ თქვენ დატოვოთ ოთახი ან ამ ქალბატონს დაატოვებინებთ ოთახს ან კომენტარი არ იქნება მე ამ კითხვაზე თქვენ არ გიპასუხებთ. მე ვუპასუხებ სხვა ჟურნალისტებს გაბძანდით ოთახიდან. თქვენ ახართ პროვოკატორი, თქვენ გიხდით შინაგან საქმეთა. რა არის ქართული ჯარი? გაბძანდით და პასუხებს მოისმენთ სხვა ტელევიზიიდან. რა არის ქართული ჯარი? ძალიან გთხოვთ, გაბძანდეთ, შვიდად, არად. განაცხადეთ რომ ლოგიკა თქვენ სტომრად ძანდებით, გაბძანდით ოთახიდან და მოისმინეთ კომენტარები სხვა ჟურნალისტების მხრიდან. მიბძანდით, გეთაყვა. მიბძანდით, გეთაყვა. რატომ მეჭიდაობა ქალბატონებო? შენ რატომ მოგდებ? შემიშვიდე, მაგრამ ჩემ კითხვა. დაგვის დაცვის თანამშრომელი ხარ? გათქვენი საქმე. რის დაცვის თანამშრომელი ხარ მითხარი ხო? დაცვის დაცვის თანამშრომელი ხარ. რატომ უნდა გავიდე მე შენ ნათქვამზე მითხარი? წამძანდი. ერთი წამი ხელი გამიშვი, რაგინე ხელზე რატომ მეჭიდავები? რატომ მეჭიდავები? შენ ბიშვი, მოგ ჩემი კითხვები და აქ ვარ მოსული დაბარებული ვარ. შემიშე. შენსახე? გამახსენე შენსახე აღარ მოგზაშკანდა. რა უნდა მოგმართო უნდა ჩვეულები. თეიკო. просто ну ღარ დაძაბავს სიტუაციას. არ დაძაბავს, შენ უთხარ, შენ მიშვა და ჩავიწერო კონცერტი. გასაგებია და შემოსი მისი ოთახია. გაბძანდით, ქალბატონო, ჩემი ოთახიდან. ქალბატონო, განცხადების მოსასმენად მოიწმია. გაინტერესებთ ჩემი პასუხი, თქვენ ბრძანეთ რომ თქვენ არ გაინტერესებთ ჩემი პასუხი. თქვენ აქ მოგძანებული ხართ პროვოკაციისთვის, თქვენ არ ახართ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თქვენ ახართ ადამიანი, რომელსაც მე სხვა ჟურნალისტებს ვუპასუხებთ. თქვენ გაბრძანდით აქედან. გაბრძანდით აქედან. თითების კონტას როდის დაიწყო ქალბატონო, თქვენ განაცხადეთ რომ ხელისუფლება არ წავიდა და თითების კონტას აპირებთ და როდის იწყო? შეგიძლიათ კიდე გავგრძელოთ. სანამ არ მოგბეზდებათ. ყველაფერზე პასუხისმგებლობას ხომ არ ვჭნობთ, თქვენმა ესკორტმა გუშინ ორი ადამიანი გაიტანა. თქვენ სრულობთ და ასრულებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთას. რამდენს გიხდიან, თქვენ არ ახართ ჟურნალისტი, თქვენ ხართ ოპერი. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერ თანამშრომელი. თქვენ არ ახართ ჟურნალისტი. იღებთ თუ არა პოლიტიკურ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ვერ მიიღოთ კომენტარი. ქალბატონო, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ თავზე. გაბძანდით აქედან. ქალბატონო, მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ თქვენს პრეზიდენტს, თქვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებმაც ადამიანები სასიკვდილოდ გაწირეს. ეხლა ძვირფასო პატივცემულო ჟურნალისტო. გთხოვთ დატოვოთ. რომ ხალხი ჭრედოში მოყოლილიყო. რატო იყო თქვენ აქციაზე გაგული პროცესები? თქვენ გვიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით. რატო გააკეთეთ? გაბძანდით აქედან. პროცესები აქციაზე ხალხი რატო იყო გაგული კოსტავის გამთირს? პასუხობთ შეკითხვას და სხვა ჟურნალისტებთან. ქალბატონო, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? თუ სხვა ჟურნალისტებიც თვლიან რომ მათთვის ჩემი პასუხები საინტერესო არ არის როგორც ამ ქალბატონმა განაცხადა და ამის დამიუხედავად მაინც სვამს კითხვებს მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ პრესკონფერენცია თუ ბრიფინგი დასრულებულია
თუ სხვა ჟურნალისტებს აინტერესებთ, მე მზადა ვარ სხვა ჟურნალისტებს ვუპასუხო. არა, კატეგორიულად გეუბნებით. მე დაკითხვაზე თუ დამიძახებენ თქვენ სამინისტროში, პასუხს აუცილებლად გავცემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერ თანამშრომელი, გაბრძანდით, ძვირფასო გაბრძანდით აქედან. კარიერაში ჩაიწერეთ ორი ადამიანის პროლოგა, საუბრში ღამე მხოლოდ. ანუ ზუსტად გაქვთ ორი ადამიანის პროლოგა. ხო ესეა, ერთი არის პოლიციელი, ერთი არის აქციის მოხდე. იქ თუ არა პასუხისგებლობას და გრძნობ თუ არა პასუხისგებლობას ამასთან დაკავშირებით. გაბრძანდით აქედან. იღებ პასუხისგებლობას? გაბრძანდით აქედან. თქვენნაირებს ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გუშინ მოხდა. თქვენნაირები უწყობენ ხელს ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს დაარბიონ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი როდიონოვის სპეცნაზზე რა უფრო ძლიერად. პირადად თქვენი პასუხისმგებლობა. მოისმინა თქვენი შვილის ინტერვიუ ქართულ ჯართან დაკავშირებით. თუ ამ ხალბატონს არ გაიყვანთ აქედან, მე გამოვიძახებ პოლიციას, რომ თქვენ შემოიჭერით ჩემს ოფისში. გაბრძანდით ძალიან. ჯართან დაკავშირებით. მიგძანდით? ერთი წამით, რატომ მეჭიდავები? რატომ მეჭიდავები? რატომ მეჭიდავები გეკითხები? იგი რა? რატომ მეჭიდავები? რატომ მეჭიდავები გეკითხები? რატომ მეჭიდავები? რატომ მეჭიდავები? ხარგა, შენ ვინ ხარ? რატომ უნდა გავიდი? რატომ მეჭიდავები ხარ? შენ მიშვიდი. მე მოვედი დამიბარე საკ ინტერვიუს. ეკო თუ არ არის ეს. რატომ მეჭიდავები? მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იყო მასალა, რომელიც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ, ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძემ რეალ ტივის გადამღები ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენციიდან დაცვის გამოყენებით გამოაწერა.